მოგესალმებით ბატონ მიხეილ, უღრმესი მადლობა რომ დამთავრდით ინტერვიუზე. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, როგორ არის თქვენი საქმეები პირველი აქედან, რა ვიცი. მინდა მოგესალმებით მთელი გულით, ცოტა რა გიდე, ცოტა უფრო უკეთ ცხოვრობ. მოგეხსენებათ ბენზინის 1 ლარი ხომ მიდიოდა ისტორიულად ჯიბეში რო გაიძახოთ ხალხი. ხო. დღეს ბენზინი 4 ლარი ხარ. ამიტომ უკვე გაშვანშვალებული 3 ლარი მიდის ჯიბეში. შეთან. აბა როგორ დამეტყვი კაცო რა გიდე. ესე იგი იუმორის გზნობას ციხეშიც არ კარგავს ბატონო. ქვეყანას ვკარგავთ ახლა. იუმორის გზნობა მაინც შევინაჩუნეთ კაცო. კარგი, ნუ გაბაუში კითხები ვარ. კარგი, რადგან ამ გაძვირებულ ბენზინზე ვილაპარაკეთ, ახლა დენიც კი გაძვირდა. ამაზე რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ დენი არის ხელოვნურად ეგაბერილი ფასი, იმიტომ რომ 3 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს დენი. 3 თეთრზე მეტი? 3 თეთრზე მეტი არ უნდა. 3 თეთრი ნამეტანია ბატონო. რავი 2012-ში კი დაუჯერეთ ბიზნესზე, ჩემი არ გჯერათ კაცო. ახლა გაგეხსნათ ყოლება? უბედურება. გასაგებია, ნუ კარგი, ნუ შეიძლება ღირდეს 3 თეთრი, რავი, რა გითხრათ. ბატონ მიშა, ნოღაიდელის თემასაც მინდა შევეხო, სასამართლოზე სკანდალური ამბავი იყო მისი მოსვლა მოწმეთ. როგორ ფიქრობ, ნოღაიდელი თქვენი შეცდომა იყო? ახლა რა უნდა გესწრა, ნოღაიდელისნაირი შეცდომები ძალიან ყოველთვის იყო, ძალიან მრავლად ნოღაიდელისნაირი შეცდომა, მაგრამ ჩემი თავარი შეცდომა მაინც ის არის, ვის გამოძი ვარ ახლა მე ციხეში. ხო. ვის გამოძი ვარ? ეს ძნელი მისახვედრი არა უკაცო. გასაგებია, მივხვდი ვის გამოძი ხარ, ბოლო შეცდომა რა იყო თქვენი? მაინც ფიქრობ ბოლო შეცდომა იყო, ფეხი რო შევდგე არაჟნის ცავსი კონტეინერში ვარ. ეგ არის ჩემი ბოლო. თქვენთვლით რომ არაჟნის კონტეინერი მიუტოვებელი შეცდომა. ხო. კარგია. იცი რა უნდა გითხოთ ახლა ძალიან აქტუალური თემა ეს ვეფხის ტყაოსანი რომ დაიდგა. ხო და თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. 2012-ში რაბათის ციხე რო გავხსენე მან ვამბობდი პირდაპირ ეთერში გამოსვლისას იყო არაბეთს როსევარ მეფე ღვთისაგან სვიანი უხლაშქრიანი სვიანი ნახე უხლაშქრიანი სვიანი ეშემეშალე ესტროფი ხო ჯვარზე მაცვეს უხსააკაშვილი ნახე ვეფხის ყაოსანი არ წოდია ზეპირას ხო ლოგიკოს სტურვას პირდაპირ ჩამოეშალა სპექტაკლი შეეშალა და აქეთ არის კიდე დიდგულზე ამასთმა რა ისინი ხელოვნებაო სხვადასხვა მე და გიგი საუბრობდით გვინდოდა ჩვენ დროს რო დაედგათ ვეფხის ყაოსის სპექტაკლი კიდე კაი რო არ შევეხეთ ვარ უნდა რო არ დავთქეს ხო საერთოდ მე სააკაშვილი ვეფხის ყაოსანის კი შეგვიპილწაო ჯვარზე მაცვდნენ კიდე კაი რო არ შევეხეთ ვარ კარგი ეხლა ჯონს გვიან ვიდრე არასდროს რო მოვიდა სანქციებს თუ ელოდებოდით ქოცების და აი ზოგადად ტელევიზიების კი ვარ ელოდებოდი ტევ იმედის სანქცია იმედის და სანქციება ბრიტანეთის მხრიდან საერთოდ არ გამკვირებია მაგრამ ის მეწყინა რომ კიდე მე 7 წელი უნდა მიჯდა და ეხლა ის ცეკვავენ ვარსკვლავების ეგარეში რა გამაძლებინებს ამ 7 წელს მე მართლა არის ხო მაგრამ ერთადერთი მაგარხზე ბიზნეს ფავორიტი ეგადაცება მაინც დარჩება ჯაჯანესის შოუ იმიტომ რომ ბიზნეს ხო ჯადოები უყარს მე ეხლა აღარ მიდამთებს ჯადოების გამო შეიძლება ჯადოები და ბიზნესი არის გვერდი აი ახლა მაინტერესებს ციხეში თქვენი აი ამბები დილით ადრე გეღვიძებათ ხოლმე თუ რო არ გინდოდეს გაღვიძება ბურჭულაძეს ხო მაინც გაგაღვიძებს ყოველ დილის ბურჭულაძე ალბათ ჟერის ხო რა ის პაატა კაცო ჯუანშერი ყოველ დილით მღავის ტერის რატო მაყვლისა და რაღაც 100 კილის წონებს გაიძახეს ყოველ დილით ვერ გაძღა მამაცქურის მუცელი რაღაც თავისი მეში აი გასაგებია ყობახიძეს და ალიევის შეხვედრა თუ ნახეთ გაუგნებას ვერ მალავთ ჯერ რო ხარ ქვეყნის პირველი პირი ნუ ეგრეთ წოდებული ქვეყნის პირველი პირი თორე ხლა ლეგიტიმური არ სტუბარი უნდა იღებდეს შენ თვითონვე ვარო ხო აი ეს კიდე დახვდა სტუმარს გარბენი ეგრევე წაიყვანეს ბიზნეს ვერ გავიგე ალიევი ჩამოვიდა თუ ამანაც ანდა ეგრევე ბიზნესზე რომ მიარბენიებ ანბოქსინგი უნდა გააკეთოს რა უბედურება ვერ გავიგე აბა ეხლა ყობახიძე უკან დაყვებოდა ხო ბიზნეს ყობახიძე არის შეეჩოლები ეხლა მე ცუგებს არაფერს არ ვერჩი მაგრამ ერთგული ცუგუ არის ბიზნეს და ბიზნეს ყოველთვის ყავდა ისტორიულად ყავდა ერთგული ცუგები უბრალოდ ეხლა მინდა რომ ქრონოლოგიურად რომ მივყვე დღეს ყავს კოკესპანიელი ყობახიძე მანამდე ყავდა სეტერი ყარიბაშვილი უფრო მანამდე ყავდა დობერმანი გახარია გერმანული ჯიში სხვათა შორის კიდევ უფრო მანამდე ყავდა ლაბრადორი კვირიკაშვილი მე 700 მილიონი რომ მოიპარა და მონასტერში რომ გაუშვეს და კიდევ უფრო მანამდე ყავდა კანიკორსო მამუკა ბახტაცი შეხედავდი შეგეშინებდი მაგრამ ახლოს მიხვდები ბულკი გასაგებია ეხლა ციხეში ჩასმულ ქოცებს ვინც არიან ეხლა იმათ თუ ხვდები თუ გიწევთ შეხვედრა ციხეში სხვათა შორის რამოდენიმე დღით შემომისახლეს ჩემს კამერაში ღარიბაშვილი მე ლაპარაკში შევსაუბრდით და ისე გადამიხსნა გული და მომიყვა თავისი კორუფციული სქემები ხო ვიცოდი რომ დაჭერილი იყო ციხეში კიდე ცალკე მე დავიჭირე ვარო აი ესეთი საშინელი რაღაცებს ვირმე კორუფციის გამო რეებს
არაწერდა ხელს ეხლა ნუ მაგდროს იყო პრემიერი გასაგებია და ნუ ესე იგი ეხლა როგორც ვიცი და ეხლა მე როგორც გამაგებინეს ბიზნესა ყოფილა ყობახეთით უკმაყოფილა დიახ ეხლა ჩემს ოთახს ვადიდებთ საწოლიც მინდა რომ ჩავადგმებინო იმიტომ ეხლა ბიჭი მოიყვანენ ისე ყვარეთ და ხვდები კაცო ეხლა ხელსარიელი ცოტა მინდა რომ არ შევწყვე კაცო ბიჭი კარგი დიდი მადლობა ეხლა გასასვლელი საით არის აქეთ არის ხო გასასვლელი თუ საით არის თუ აქეთ არის ვერ გავიგე თუ აქეთ ხო იყო გასასვლელი თუ საით არის გასასვლელი აქეთ არა აქეთ წამოდით აქეთ არის ხო ისე საფეთრებს კარგი დიდი მადლობა გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.